ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველო არც ბელარუსია და არც რუსეთი. ქართველები არც ბელარუსები ვართ და არც რუსები. საქართველო არის ქართველების მრავალსაუკუნოვანი მართლაც ძირძველი და მართლაც სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ერის წარმომადგენლები ვართ და აი ამ ერის გატეხვა ვერავინ ვერ შეძლო. მრავალი დამპყრობელი ებრძოდა საქართველოს, რომლის შემდეგაც ქართველები ვასთან ერთად კვლავაც იწყებდნენ ახალ სიცოცხლეს და ისინი ყოველთვის ასრულებდნენ იმ მართლაც არამიწიერ მისიას, რომელიც მათ ოდითგანვე ღმერთმა არგუნა. აი ამ ერს მით უფრო ვერ გაანადგურებს ბიძინა ივანიშვილი და მასთან შემოკრებილი ხელმოცარულთა ბანდა, რომლებიც ფიქრობენ, რომ უამრავი რეპრესიებისა, მათი ფინანსური რესურსების მქონე ტელევიზიები შეძლებდნენ ქართველი ერის მენტალურ და მორალურ განადგურებას. ამის საპასუხოდ ერთი წლის თავზე 28 ნოემბერს ქართველი საზოგადოება გამოვიდა რუსთაველზე და მტკიცე დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ ქართველები არაპირებენ ამ ქვეყანაში იმ რეჟიმის დამკვიდრებას და იმ რეჟიმის გახანგრძლივებას, რომელიც ახასიათებს დღევანდელ ქართულ ოცნებას. ქართველი საზოგადოება მომართულია ცვლილებებისთვის და ქართველი საზოგადოება მზად არის იმისთვის, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე გაჩნდნენ და ერთიანად განსხეულებულმა ქართველმა საზოგადოებამ ერთი სხეულის სახით ბოლო მოუღოს აი ამ დიქტატურას, რომელიც აპატიმრებს ჟურნალისტებს, სტუდენტებს, ლექტორებს და სხვა დარგის წარმომადგენლებს. ქართველი საზოგადოება დგას მართლაც შეუდრეკელი, ქართველი საზოგადოება დგას გამარჯვების გზაზე და გამარჯვების გზიდან დამარცხების გზამდე ვერავინ ვერ გადაგვახვევინებს, ვერავინ ვერ გადაგვიყვანს აი ამ რელსებიდან და ჩემი სიტყვები რაოდენ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ქართველი საზოგადოება, როგორც საზოგადოებად, აი ზუსტად 28 ნოემბერს შედგა. მიუხედავად უამრავი რეპრესიებისა, საზოგადოება კვლავ დგას იქ, სადაც ერთი წლის წინ იდგა. ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და ქართულ ოცნებას მოუწევს ციხეში წასვლა.